ძალიან ეს არის ირენის შენობა ილია მამუჯაში ნოვლესა და დასთან ერთად 11 წელზე მიიწოდა 1812 წელს წერილ გამომისაბეთ საგინეშვილმა ხოწინა ალექსანდრე საგინეშვილზე ილია ელისაბედმა შეიძინეს ხუთიაში აჭარის ქუჩაზე მდებარე სართულიან ეს შესანიშნავი სახლი რომელიც მუსიკის ეკუთვნოდა მაშინ ეს სახლი საჯარო უკიდდებოდა წერილის მკვლელობის შემდეგ ანდერძის თანახმად სამსახურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოება. ხოლო 1987 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა ილია ჭავჭავაძის დაბადების 150 წელი, ამ სახლში გაიხსნა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მემორიალური მუზეუმი. სტუდენტობის პერიოდში ილია ჭავჭავაძე თვალყურს ადევნებდა ევროპის ეროვნულ თავისუფლებელ მოძრაობას. მანი ქორწინაობა თადეუსის ასურგურამიშვიდზე ჯვრისწავლა ფარულად მომხდარა 1863 წლის 21 აპრილს აქტიურული მასალები მუდიტკულტურა როლი შეასრულა გაზეთმა იბერიამ ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების პროცესში. იგი იყო ის ერთ-ერთი გუნდი ეროვნული არსებობის გამომაგრებელი, რომელიც იბრძოდა პოლიტიკური გამოსახულებისათვის. 900-იან წლებში ყველასათვის ნათელი იყო ილია ჭავჭავაძის იდეური მწამსი. ეს ნათლად ჩანდა მისი პოლემიკური ხასიათის წერილებშიც. 1906 წელს მან მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოში, იგი ამ საბჭოს წევრად იქნა ამორჩეული წარმოსქვა სიტყვა და აღნიშნა. სახელმწიფო საბჭოში მე ამორჩია თავადაზნაურობა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მიმართ საჭიროებაზე ვილაპარაკებ საბჭოში მიმთველი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამწვევი იქნებიო. ილიას პიროვნება რომ რელიგიური იყო, ამაზე ნათლად იგულისხმებს მისი მხატვრული მემკვიდრეობაც. მაგალითისათვის საკმარისია დავასახელოთ ლექსი ლოცვა წერილებით ქართველი ერიდა წმინდა ნინოს ღვაწლი, ნუარსად წამებული შობა მაცხოვრისა სააღმო მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმერეთის ეპისკოპოსთან წერილების აზრით ერის არსებობა სწორედ სარწმუნოებრივი ნიშნით უნდა წარმართულიყო და ჩვენთან შენახება ქალბატონი ელისაბედის ხელწერილი ბუფეტის ყიდვის თაობაზე და ჩვენ ძალიან პატარა ნაგლეჯია, მაგრამ ჩვენთვის მაინც დიდია. Gracias.